მე პირადად არ მომწონს როგორც გამოიყურება ვიზუალურად, მაგრამ ფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტი არ უნდა იყოს რაღაცის ნგრევა, არამედ შენება მაინც და უამრავი საქმეა სხვა გასაკეთებელი და არ მგონია, რომ რაიმე ხარჯის ან ენერგიის გაწევა ღირდეს ამის დანგრევა. უამრავი საქმეა, თუნდაც უფასო ყვება სკოლაში, რაზეც უკვე ძალიან დიდი ხანია ხალხი ლაპარაკობს, წამლები არ აქვს ხალხს. რა ვიცი, ელემენტარული რაღაცებია გასაკეთებელი და დანგრევის დრო არ არის ახლა ჩემი აზრით. სიმბოლო იყო როგორც თბილისის რა, ყველა ტურისტი მარტო ხიდის გარდა ამასაც უყურებდნენ, რომ რაღაც ლამაზ სიმბოლოც გვაჩვენებდა ჩვენს ქვეყანას და კარგად კარგ ფოტოებსაც იღებდნენ, ისინი ტურისტები ამ იმასთან შესაძლებლობასთან და ღირსშესანიშნაობასთან და ერთ-ერთი სიმბოლო იყო ქვეყნის და რა ვიცი, ქალაქის და ეხლა სხვააცაც რო აშენებენ, ძალიან მიტყდება გული. Говорят, что здесь будет красивый отель или продолжение парка. Никто не знает, что это будет. По крайней мере, кого я спрашивала, никто не знает. Но мне кажется, что они здесь просто ни к чему. А зачем? Столько места занимают, и ничего там не происходит. Никакой пользы от этого нет. ეიფელის კოშკიც არ მოწონდათ ხო თავიდან, მაგრამ ეხლა საფრანგეთი და პარიზი წარმოუდგენელია, პარიზის სიმბოლოა და ეხლა ნებისმიერ ადამიანს პარიზს რო ეტყვი, პირველ რიგში ეიფელის კოშკის ასოციაციას იწვევს. ამიტომ ეს რიყის დოქებს რო ეძახდით ხო, შეიძლება არ მოსწონდათ ხალხს, მაგრამ ძალიან ესეთი უამრავ ფილმში გადაიღეს მაგალითად, ეფექტიანი იყო, ეფექტურიც იყო, ეფექტიანიც იყო. ლამაზი შენობა, განსხვავებული შენობა იყო, მართლა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურის გასაკეთებელი და ახლა ერთი ხელის მოსმით ესე განადგურდეს, იმიტომ რომ ვიღაცებს არ მოსწონდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, საშვილიშვილო დანაშაული. ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ სამართლებრივი რეაგირება, გავაგზავნეთ ოფიციალური წერილები თბილისის მერიაში და საკრებულოში, სადაც ვითხოვდით საჯარო განხილვებს ამ საკითხის. რა თქმა უნდა, ეს დაგვიანებულია და არავის არ აქვს ილუზია, რომ ამას რაიმე ეფექტი ექნება და რაიმე შედეგი ექნება. არანაირი წერილზე პასუხი არ მეგვიღია. ჩვენ გადავწყვიტეთ ამის შემდეგ, რომ მომავალ კვირაში შევიტანოთ სასამართლოში სარჩელი, ერთ-ერთი მოსარჩელე მეც ვიქნები. კიდევ მეორე უკვე შენობა ფაქტიურად სანახევროდ დანგრეულია და არ გვაქვს არანაირი იმედი, მაგრამ ეს უნდა დაფიქსირდეს ეს ფაქტი. Если вот это восстановить, и там сделать бутик отель, там, ну смотрите, плотный такой тбилисский музей. Даже фильм Богдана Служева. Фильм. Он закончил. არ შეიძლება რომ ერთ ლიდერს რაღაცა მოეწონოს და რაც არ უნდა ცნობილ არქიტექტორს შეუკვეთოს. ჩემთვის მიუღებელია აი ეს დაუკითხავად, საზოგადოებისგან დაუკითხავად ამის გაკეთება და ასევე მეორე ლიდერმა რომ რაც არ უნდა მოწონდეს და რაც არ უნდა ცუდი იყოს საზოგადოების დაუკითხავად მიიღოს გადაწყვეტილება რომ დაანგრიოს.